ბოლო კითხვას. გორში თქვენ რომ შევხვდით უმაღლეს მთავარსარდალს. კუშნერი იყო თუ არა ამ დროს მასთან ერთად გორში, ბერნარ კუშნერი? არა, იქ მე არ მინახე. თქვენ არ გინახავთ, მაგრამ ეს ის მომენტია, რა როგორ იცით თქვენ? მასთან ერთად მე ის არ მინახე. მასთან ერთად არ გინახავთ. კარგი, მადლობა. წევრებს ბოდიშს ვუხდი და ბატონი სოზარი, ბატონი ალეკო, ბატონი გურამი, ბატონი თენგიზი, ბატონი ილია და ბატონი პაატა. აბა გთხოვთ. დიდი მადლობა. მოკლედ კითხვები ახლა ბევრია და აღელვებაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ აგვაქვს უფრო მტკივნეული თემა, მტკივნეული დღეები, ვიდრე არის აგვისტოს ომი. მაგრამ კითხვები არის და ამ კითხვებზე ძალიან მჭირდება ყველას პასუხი მთელ საზოგადოებას, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია არის ძალიან ხშირად. უბრალოდ მიუბრუნდები იმას, რაც წეგან თქვენ თქვით და არაერთხელ. ესე იგი, 7 აგვისტოს ღამის 23 საათსა და რაღაც წუთებზე აღარ აქვს მნიშვნელობა, ბრძანება 45 ბრძანება გაიცა ცეცხლის გახსნის შესახებ. ეს ცეცხლი იყო სეპარატისტების მიმართულებით თუ რუსები უკვე შემოსული არიან საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც შემდეგ ბოლოს კვლევებით გაირკვა, ეს არის ის ადგილები, საიდანაც ის აკრძალული შეიარაღება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში და ეს ეკუთვნოდათ რუსებს. შემდეგ სამხედრო ნაწილები შემოსული არიან, როკის გვირაბი გადმოლახულია. გარკვეული ნაწილი უკვე იმ დროს ჩვენ აი რამდენია შემოსული, როგორ არის შემოსული, მაგრამ ინფორმაცია არსებობს უკვე, რომ ესეთი რამე არის, ხდება რომ როკის გვირაბი, ანუ იქეთა დაჯგუფება ასე თუ ისე რაღაცნაირად ჩვენთვის ინფორმაციულად ცნობილი იყო, რომ კავკას 2008-ის რაღაც დანაყოფები თავის ადგილზე არ დაბრუნდნენ, თუმცა არ იყო გარკვეული ისენი, არ ვიცი, არსებობს ამ ქვეყანაში, არსებობდა საგარეო დაზვერვა, შეგიძლიათ მაშინდელი მეთაურები დაიბაროთ და კითხოთ იმათ, რომ რა ქაღალდებს აგზავნიდნენ თავდაცვის სამინისტროში. თქვენ ხო იძახით, რომ არ ხელავდით, მესმის რელევანტური კითხვებია, რა მოდიოდა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში, არსებობს, შეგიძლიათ ესენი შეკრიბოთ და მეც იმას მიიღებთ, რა ქვია. მაგრამ ეს, რასაც მეუნებით, გეთანხმებით, არც ერთი ჭურვი არ გასროლილა ცხინვალის მიმართულებით. ეს იყო პირველ რიგში მარცხენა მხარე, ავნევი და ნულის მიმართულებას, რომლებიც ურტყავდნენ. ბოლოს ჰააგაშიც, სტრასბურგშიც და ყველგან ამ წარმოებით და ამ დიდი ასე თქვა საქმის მოგებით დადასტურდა, რომ ეს იყო დანაყოფები, რომელიც არ შედიოდა სამშვიდობოების კი ბატონო, გასაგებია. უბრალოდ ახლა ამ ყველაფერს რატო წეგან პატარა შეკამათება მოგვივიდა კონკრეტულ თემაზე, რომელ რიცხვში იყო პრეზიდენტის ბრძანება უბრალოდ. თუ ბრძანებულება. ამოვიღე და აგერ არის 9-ში არის გამოცემული ნამდვილად წერი ასეთი რამე, რომ სეპარატისტების მიერ 7 აგვისტოს განხორციელდა მასირებული შეტევა, ხოლო 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოს შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა. ეს უბრალოდ ფაქტს ვადასტურებ, რომ ვიცოდეთ, რომ 9-ში გამოიცა ეს ბრძანება და აქვე ის ამბობს, რომ 8 აგვისტოს მოხდა რუსეთის მხრიდან ძალების შემოსვლა. ეს მნიშვნელოვანია აი იმ სპეკულაციების გამოს არის ხადას. თქვენ არ შუაში არ ახართ ამ შემთხვევაში, როგორც გენერალი, როგორც ყოფილი პოლიტიკოსი, შუაში ხართ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ამბობს, რომ რატომ აღნიშნავთ 8-ში, როცა 7-ში დაიწყო ომი, თუმცა თვითონ სანამ იყვნენ ხელისუფლებაში 8-ში აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს და ბრძანებულებაშიც წერია, რომ 8-ში არის დაწყებული. ეხლა სხვა რამე მაინტერესებს. ბრძანება გაიცა 23 საათსა და 45 წუთზე. თქვენ მანამდე 7 აგვისტოს. თქვენ მანამდე თქვით, რომ დაახლოებით 6-მდე არაფერი მოასწავებდა, რომ მსგავსი რამ შეიძლება და მოხდარიყო. ხო არ მეშლება 6 აგვისტომდე შედარებით 7-ად ვიყავით, ხო? კი, იმიტომ რომ 6-ში დაგვიღუპა, 6-მდე დაღუპული არ ვყავდა. ხო, შესაბამისად, მოლოდინი რომ ამ ესეთი სრულმასშტაბიანი იქნებოდა, 6-ში არ გქონდა, 7-ში დილას გქონდა? არა. 7-ში დილას არ გქონდა. ანუ სენაკის ბაზიდან, არ მარტო სენაკიდან, მაგრამ თქვა ყველაზე შედარებით მოშორებულია, ხო? ძალების გადმოსროლა თავისი მძიმე ტექნიკით ყველაფრით მოხდა რამდენიმე საათში, ასე იყო? კი. კი ბატონო, გასაგებია. რამდენად დასაჯერებელია? კი, არაორდინალურია ეს, მაგრამ ესეთი რამები ხდება. კი ბატონო. შემიძლია დღესაც გავიმეორო.
კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ესეთი. თქვით რომ გადაწყდა რომ პოლიცია შესულიყო სწორედ ცხინვალში, იმიტომ რომ პოლიციამ უკეთ იცის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობა, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან ხალხის გამოყვანა. სხვა მოწმე ვარ ამ ყველაფრის იმ დღეების და სხვა ინფორმაცია მაქვს თვითონ იმ ხალხსაც ყოველდღე მევხვდებოდი და როგორ იყო დატოვებული, მაგრამ თავი დავანებოთ ჩემს ინფორმაციებს და სხვების ინფორმაციებს. დაუშვათ შტაბმა დაგეგმა, რომ სწორედ პოლიცია უნდა შევიდეს ცხინვალში. ქალაქში სადაც შეიძლება ყოველი სახლი იყოს მართლა ციხესიმაგრე და პოლიციას ახლა გაუჭირდება იქ აღება, ამ ციხესიმაგრეების და მსხვერპლის საფრთხე არის, მაგრამ შეხვედით იმიტომ რომ მოსახლეობასთან პოლიციას უფრო უადვილდება ურთიერთობა. მოსახლეობა არის დიდი ლიახვის ხეობაში, ხა პატარა ლიახვის ხეობაში შესულ მოსახლეობას ვერ დაეხმარება პოლიცია. შეიძლება ავნევს ვერც იმათ ვერ დაეხმარება ცხინვალში შესულს, ხო? დიდი ლიახვზე ძირითადად ლაპარაკი. მე რაც სწორად მახსოვს, ცხინვალამდე მისვლამდე ხელმარჯვნე უნდა გადავუხვდეთ და წვერიახოზე გადავდივართ. როგორ უნდა დაიცვა წვერიახო ცხინვალში შესულით და პოლიციის გაწერით რომ შეიძლება დიდი მსხვერპლი იყოს, იმიტომ რომ იქ მოსახლეობა უნდა გააფრთხილოს. ხელმარჯვნივ არა, ხელმარჯვნივ. თამარაშენიდან თუ მიდიხარ, ხელმარჯვნივ უნდა გადაუხვიო და ზემოდან თუ მოდიხარ, ხელმარცხნივ უნდა. თამარაშენიდან მივდივართ, ხო, ქვემოდან მივდივართ, რომ მარჯვნივ გადაუხვიო და გადავდივართ ზემოთ. ცხინვალში შესულით, მithumetes თან დასავლეთის მხრიდან შესულით. როგორ ვეხმარებით მოსახლეობას, რომელიც წვერიახოდან უნდა გადმოვიდეს, რაღაცა არ ჯდება რანაირ ლოგიკაში რა. სამხედრო მასში არსებობს ესეთი რაღაცა, რომ გაითამაშო სადღაც დაძაბულობა, ძირითადი ცეცხლი და ძალები მიიწიო იქეთ ამ ხარეს, ანუ დააინტერესო რომ ჩართო იქ ამ ყველაფერში და დარჩეს ფლანგი ნაკლებად ასე თქვა ცეცხლის ქვეშ. საიდანაც შესაძლებელია უფრო ადვილად გავიდეს ეს ყველაფერი. კი ბატონო, მისაღებია. პასუხი მიღებული. ერთ-ერთი და უგაცრავად, ასაც საუბრობდით, რომ პოლიცია და შეიძლება მსხვერპლი მეტი იყოს. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, ყველაზე კარგად გაცვნილი საპოლიციო ნაწილები, ვისაც შეუძლია ქალაქში ბრძოლა, იყო იქ მიზიდული. ამაზე ნებისმიერი ახლა მოქმედიც დაგიდასტურებთ, ძალიან ბევრი არიან ეს ხალხი. ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება, ქალაქში ბრძოლა ეს არის ყველაზე ურთულესი. ეს არის თქვენი მონამორჩილი გენერალის აზაგოგავას ძირითადი პროფესია. ამიტომ იქ სხვა დანაყოფების მიყვანა მართლა იქნებოდა განსაკუთრებული შეცდომა, მსხვერპლიც მეტი იქნებოდა და პლუს იქნებოდა ის, რასაც მე მართლა დაერქმეოდა საკუთარი მოსახლეობისადმი და მე აქ ერთხელ კიდე მინდა ხაზი გავუსვა. იქეთ ამ ხარეს ჩვენ არ გვყავდა მტრული მოსახლეობა. ოსი იყო ეს თუ სხვა ეთნოსი და ძალითედო მას პასპორტი უბეში ეს შემთთვის არ განასხვავებს იმას, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა სეპარატისტზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, სეპარატისტს არ აქვს ეროვნება. მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარი უწერია მას ასე თქვა პასპორტში. ამიტომაც იქეთ მყოფი და აქეთ მყოფი ორივე ჩვენი მოქალაქეა, ამიტომაც ეს ოპერაცია იყო მძევლით საბრძოლო ოპერაცია, რასაც უფრო უკეთესად, უფრო ჭკვიანი დანაყოფები უნდა და ყველა ჭკვიანი დანაყოფი, რომელიც კი მყავდა, ყველას დიდი პატივისცემა დანარჩენს იყო მიზიდული ცხინვალზე. ეს იყო გადაწყვეტილება, რამაც გადაწონა ჩემს მიერ თავი მოეყარა აქ ესეთ დაჯგუფებას. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ ესეთ რამეს, თუ არ ვცდები ეს არის თომა ჩაგელიშვილის ფილმში, რომ 12 საათში უნდა მოურჩენილიყავით ძირითად ფაზას, ანუ მაქსიმუმ 12 საათში, იმიტომ რომ ეს სისწრაფე საჭირო იყო მანამ სანამ რუსეთი გამოიყენებდა თავის ძალას, სანამ შემოვიდოდნენ როკეტა. რა იგულისხმება პირველ ფაზაში? ეს არის ზღუდე, სადაც შეგიძლია, სადაც გაქვს დაგეგმილი, რომ იქამდე მიაღწია. მაგალითად, ბატონი შალვაჯანაშვილი საუბრობდა, რომ რაღაც ზღუდე მასნეს და უბრალოდ იქამდე ვერ მივიდა. გასაგებია ეს ოპერაციის სრულობაში ხდება გარკვეულ დროს არუმატებლობა, შემდეგ შეცვლა სხვაგან. ეს არის ზღუდე, იმ სამ მანევრული ოპერაციისთვის, თავდაცვითი მანევრული ოპერაციის, რომელიც სჭირდება, რომ ეგრეთ დანაყოფებმა იქამდე მიაღწიონ, შენი ამოცანა გარკვეულ დონეზე შეასრულო და მე მოიქცე ვითარებიდან გამომდინარე. ამაზეა საუბარი. კიდევ ერთი ესეთი კითხვა მაქვს. თელევიზია საქართველოს ტელევიზორს იყო მიჯაჭვული მაშინ და რაღაცა დავიზეპირეთ ყველა პატარა სოფლის და უბნის სახელის კი ერთი ვახტანგისი იყო თუ არ
ცდები რა მნიშვნელობა გეყლამებს. ესე პირდაპირ ეთერში გვიხსნიდან მაღალი თანამდებობის პირები, სად რა განლაგება იყო, საიდან იყო შეტევა ერთ-ერთი ესეთი გვახსოვს ყველაზე რუკაზე რო ხაზავდა პირდაპირ, იყო შოთა უტიაშვილი შინაგან კატასტროფული შეცდომა. ბატონო? კატასტროფული შეცდომა. მადლობა, აი ზუსტად ამის გაგება. კატასტროფული შეცდომა ხო ეხლა თქვენ როგორც გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა თქვენ გემორჩილებოდათ ყველა ვანო მერაბიშვილს ავალებდით ტელეფონზე და ვანო მერაბიშვილი რეკავდა ტელეფონზე რომ აი ჩემ თქვენს დავალებას ასრულებდა. ვერ უცხარით რომ უტიაშვილი მოხსენით ეთერიდან? დაიკაზღულაძე კიდევ. გამოდის რომ არის რაღაცეები, რასაც ვერ აქცევ უბრალოდ. გამოდის ესეა რა. ეს ომია. ეს ომია. ომში ხდება ეგეთი რაღაცეები. ფაქტიც არის და თქვენამდე არაერთმა მოსულმა ადამიანმა ბრძანა რომ ტელეფონით ხორციელდებოდა მობილური ტელეფონის კავშირი. აი რატო ვერ უზრუნველყავით რომ უწყებას ერთმანეთთან კავშირი ქონოდა? აღმოჩნდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და თავდაცვასაც საკმაოდ კარგად დაცული სისტემები ჰქონდა. კი არა, ჯარშიც არ იყო დანერგილი ბოლომდე უმაღლესი ხარისხის ჰარისის რადიოკავშირი. იმიტომ რომ ვერ მოვასე გარკვეული ნაწილი საწყობშიც კი იდო. ეს ჯარი არის აი რაღაც განვითარების ეტაპშია რა. არ არის რაღაც დასრულებული, დანაყოფები არ არის დასრულებული. აი უბრალოდ ამიტომ ვიძახი რომ არ მინდა რომ რაღაც ემოციაში გადავიდე, უყურეთ მოწინააღმდეგე ამას უყურებს, გამოიყენა კიდევაც, რომ აი რაღაც უკეთეს წერტილში მიდიან ეთყობა რა. ხვალ რო შევალთ უფრო მაგარი ბიჭები იქნებიან და მოვიდა იმ დროს რომ აი რაღაცა აი წარმოიდგინეთ როგორი მდგომარეობაა რა. ზღვის ნაპირთან დადგეთ, მოგიტანონ ფიცრები. გითხრანო ეს ნავი უნდა ააგოთ, თქვენ წინააღმდეგ მოდის ხომალდი და სადაც შეხვდებით, როგორი აგებული ნავით გეყოლებათ, ისე უნდა იბრძოლო. ამაზეა საუბარი და როგორ თქვა ახლა რომ ეს რა ქვია, მობილური ტელეფონით კავშირი, ეს აი როგორ გამომრჩა კაცი უნდა და არა, ვერ დაუკავშირდა, რაღაცით აიღო მობილური, მაგრამ მობილურში შეიძლება კოდური სიტყვა უთხრა და დამთავრ მოусმინოს რამდენიც უნდა. ოპერატიული სიღრმე 15 კილომეტრია ხო? 15 კილომეტრ წინ წახვალ მოიგებ უკან წამოხვალ წააგებ. ამაზეა საუბარი რა. მე მინდა რომ თქვენ აი თქვენთან რატო ვარ იცი ასე არ მინდა რომ ემოციაში გადავიდე. ყველა სამხედროს აი ვემუდარები აქედან მინდა ვთხოვო, როდესაც ესეთ საქმეს არჩევენ, ხო? იქ გაარჩიონ კაცო, სადაც მაგი და ერთმანეთს წერილები კი არ მიწერონ. ვიღაცას ეთქვა ზაზე გოგავასთვის ის რომ ბატონო გენერალო, გავიგე რომ შენ აქ თავარი ხარ, მაგრამ აი რაღაცა ხდება იქ არასწორად რა და მოდი გამოვასწოროთ რა. თუ უსკულამდე უნდა მიმაცილონ კაცო. მე იმასაც გეტყვით განხილვა რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოხდა ამასთან დაკავშირებით, ხო? ლესენს ლერნი ქვია ეს და რომ უნდა გაიგო ცივი დუში, უნდა თქვას ვინა გააფუჭა, ვინა გააკეთა, ხო? რა ვიცი, ყველა ჩუმად იყო, ყველა წნარად იყო. ერთი წინადადება არ მოუციათ ჩემთვის. რო იცი რა ხვალესი არ გავაკეთოთ. იმას კი არ ვიხვეწებოდი ვიღაცა უნდა დაგვესაჯა თუ არ დაგვესაჯა. მიგვეცა ისა რა ქვია მედალი თუ არ მიგვეცა მედალი. არა, ხვალ უკეთესად მომზადებული უნდა ვიყოთ. ხო ეს მტერი არსად არ წავა. დღეს თუ ჩრდილოეთიდან და ხვალ შეიძლება სამხრეთიდან იყოს, ზეგ აღმოსავლეთიდან და საიდანაც არ უნდა იყოს ამ ქვეყნისთან. ამაზეა ლაპარაკი, ხო? მე იმას ხვალ ლაპარაკობ. ამიტომ ეს საკითხი, ხო? მე აქამდეც ვერ გავიგე, რომ როგორ ერთხელ ვერ მიმასხნა რა ქვია თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ძალებმა ვერ მოიხელთა ვერსად გენერალი გოგავა და ვერ უთხრა რომ მოდი დაჯექი ერთი და დავილაპარაკოთ რა ამ თემაზე რა იმიტომ კი არა ვინ არის დამნაშავე როგორ იქნება უკეთესად და ნუ მასწავლიან ადამიანები ნუ წერენ ადამიანები წერილებს რომლებსაც საწუთნელ პოლიგონზე ყავთ მარტო 20 ნანახი და ნუ იშორენ ზაზა გოგავასკენ ხელს. თქვენსკენ ხელს არავინ არ იშვერს, მოდი ბატონო ზაზა, არ გვინდა ეს. ამდენ დროს გაკარგინებენ ამ კომისიასაც, რომ აი დასაბუთებ მესმის თქვენი განშის ადგილი, მე რო ვიждე შეიძლება მანდ იგივე გავაკეთო. უყურეთ, აი მოდის რაღაცა და უნდა უპასუხოთ. მაგრამ ამ ხალხს ხო შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა ფორმატი შევქმნათ. და იმ ადამიანის გამწარებულმა ოჯახებმა იცოდნენ რომ მათი შვილები ბრძოლაში არ მიუტოვებიათ. ჩემთვის ეს მთავარია რა. პოლიტიკოსებს რაც უნდა ისაკეთონ, რაში მაინტერესებს? არა, ასე არ არის რაც უნდა ისაკეთონ. პოლიტიკოსებს რო ეკეთებინათ. იწყებენ და ამთავრებენ ესია. აი ეს არის ჩვენი ნახეთ ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას გვისმენს ჯარი, გვისმენენ ის ოჯახები ახსენეთ. ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ თქვენი ნებართვით, რომ
აქ არავინ არ არის იმისთვის, პირდაპირ გვიწერია მანდატში, რომ შეაფასოს სამხედრო გეგმა, ასე შემოუარე, ისე შემოუარე, იყოს სწორი არ იყო. ეს თქვენ თქვით, რომ თავდაცვის თემაა და ამის განხილვის შესაძლებლობა მრავალჯერ იყო და კიდევ იქნება, იმედი მაქვს, მაგრამ აქ საუბარია პოლიტიკურ კომპონენტზე. თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსები იწყებენ ასრულებენ ომს, ხო? ხომ არ იყო ისეთი ქმედებები, დავალებები? შეიძლება პოლიტიკოსები გაცემდნენ დავალებებს და ის პოლიტიკოსები კიდე დავალებებსაც იღებდნენ, ან ერთმანეთს ავალებდნენ. და გარკვეული ქაოტური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რამაც ჯარიც დააზიანა, მისი გეგმების ეფექტურობაც შესაძლოა დააზიანა და შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე ომს შეუძლია რომ მოიტანოს. ამას ვიკლებთ ჩვენ, თქვენ არ ფიქრობთ ასე, მაგრამ ჩვენ ვიკლებთ ამას, ამიტომ ნუ ნერვიულობთ. სამხედრო საქმის შეფასებით არ ვართ ჩვენ აქ დაკავებული. ბადნოსოზე. სიღრმეში ჩავდივართ ხშირად ამ საკითხს ვეხებით უბრალოდ ანუ მე მგონი არ არის ესე ემოცია ისეთი რომ რაღაცა დაანგრიო საქაურობა. ამიტომ არის გულითად იმ ხალხს ვინც საფლავში წევს, ხო? გულითადი პასუხი უნდა კონდეს რა. მეტი არაფერი. ღია პასუხი უნდა კონდეს რა. რაღაცას ახლა გითხავთ, ეს არ ეხება თქვენი გენშტაბის ხელმძღვანელობის პერიოდს. შეფასება მინდა. უბრალოდ თქვენგან რამდენად სწორი იყო ეს აქციები. მომის წინ ზოგი 2005-ში, 6-ში, 7-ში გააუქმდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ბატალიონი, კომანდო 10 ბატალიონი იყო თვარსტები ამერიკელების გაწვრთნილი. სპეციალური ძალების ბატალიონი, ჰოსპიტალი, რომელიც თბილისში იყო, სამხედრო ჯარების შტაბი. მარტო ერთი ბრძანებით ოქროაშვილმა 2000-ზე მეტი კაცი გაათავისუფლა ჯარიდან და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სადღაც 8500-მდე კაცს ამბობენ. ძირითადად გამოცდილი ზოგი ნაბრძოლი. შეიძლება ასაკშიც იყო და გასაშვებიც იყო, მაგრამ იმას თავისი ღირსებით უნდა გაუშვა, ხო? ზოგი უცხოეთში განათლება მიღებული, ზოგი შეიძლება რუსული აკადემიებიც ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ პატრიოტია და ქვეყნისთვის იბრძვის. მაგას მნიშვნელობა აქვს. შეფასება მინდა თქვენი ამ ფაქტის. მე შემიძლია ერთი შეფასება ვთქვა. ის რაც ფაქტის კონსტატაციას აკეთებთ. ხო? მე ამაში გეთანხმები და ერთ რამეს ვიძახი. თუ შეძლებთ აი ეს დანაყოფები, რომელიც ჩამოთვლილია, ნახეთ მათი მდგომარეობა. იმდროინდელი მათი მდგომარეობა. ეს ადამიანები, რომელიც ამას იტყვიან, თუმცა მე ამ დროს თავდაცვის სამინისტროში არ მუშაობ, მაგრამ მინდა რომ ამაზე პასუხი გაგცეთ. მეც კი იქ რაღაცა რომ მივედი რა დამხვდა, ну აი სრული კოშმარია ეს რა, ამის მოყოლაც კი არ მინდა. ამიტომ ნებისმიერი დანაყოფი თუ შეიძლება გადაამოწ რა მდგომარეობაში იყო. ერქვა კომანდოს ბატალიონი იყო 3 კაცი. მე პირდაპირ გეტყვით რა. სამშვიდობო ოპერაციების დანაყოფი იყო ტურისტების დანაყოფი. და იქ მოსახვედრად ქრთამს იხდიდნენ. რო იქ ამიშვი რა, მე იქიდან რო ჩამოვალ ხელფასი უკეთესი მექე. ამაზეა საუბარი. გავიგე, რაც დაზვერვა შეეხება, გეთანხმებით. სამხედრო დაზვერვა მე გაუქმებული და შეუდექით ეგრევე სამხედრო დაზვერვის შედეგი. შექმნას, რა ქვია, შექმნას და ესეთი რაღაცა უთხარი თავდაცვის მინისტრმა. მეთქი ამათმა 10 წელი ვარ მოგვიტანონ მეთქი ინფორმაცია, ამ ხალხზე არ უნდა გაბრაზდნენ მეთქი. და რატო? და იმიტომ რომ არ არსებობს ეს. და სამხედრო დაზვერვა ის კი არ არის ზუგდიდის ბაზარში რა ხდება და ეგნეთის ბაზარში რა ხდება. უნდა იცოდეს რა ხდება დიასპორებში საზღვარგარეთ. უნდა იქ რას ფიქრობენ ჩვენზე და ასე შემდეგ. ეხლა ამაში არ წავალ შორს, მე მგონი ვიცით რაზეც საუბრობთ, ხო? ანუ მაგრამ ой საოცრება, ვაგზის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი გაშვებული სამხედრო დააბრუნა შეიარაღებულ ძალებში. და ამას არავინ არ იძახის. ამათი 90% უკან ამყავს მიღებული. გავიგე რომ ქმედება რაღაცის ასე თქვა გადასაგ შეიძლება ვიღაცამ ხელი მორია ერთად და ეს წაიღო სადღაც, მაგრამ წარმოსახვით დანაყოფებზე მელაპარაკე. თქვენ მე დამნიშნეს პირველად იმაში რა ქვია, კოჯრის პედანიშნულობის ბრიგადაში. განათლოს მიისული არც გადაცვლილი ჯვანია 31 დეკემბერს დამირეკეს მითხრეს მოვა პრემიერ-მინისტრი, უნდა სამხედროებთან ერთად იყოს. რომ მოვიდა, ხო? ალბათ გარდაცვალების დღემდე ახსოვს ის კოშმარი, რაც იქ ნახა. და ამას ესენი სპედანიშვილების ბრიგადას ეძახოდნენ. აი ამაზეა საუბარი. მეტი არაფერი რა. არის რაღაცები, რაც აი
თუ გამომზეურება უნდათ გამოამზეურონ. აი მასია საუბარი. ილაპარაკონ იმაზე ზაზა გოგავამ როგორი შტაბი ჩაიბარა და როგორ ელაპარაკებოდა გენშტაბის წარმომადგენლებს სათბირებზე, ამაზე ილაპარაკონ. რომ სრული დემოკრატია ქონდა და თუ ვინმე მეტყვის რომ იმ 2 წლის განმავლობაში ჯარში პოლიტიკა იყო, მე ამას არ დავეთანხმები. ჯარში მინუსი იყო პოლიტიკა 2006-დან 2008-მდე. მე არ ვიცი რიდან 12-მდე იქ რა ხდებოდა და 6-მდე რა ხდებოდა. არ მაინტერესებს. ეს ესე იყო და მე ამას დავამტკიცებ. ამაზეა საუბარი და ამ ხალხმა აი თქვენთან ერთად ყველასთან ერთად მინდა რომ ქვეყნის საუკეთესო შვილების რა მდგომარეობაში ყავდათ უნდა იცოდნენ. ჩამოთვლილი დანაყოფების დაკომპლექტება იყო, რა ვიცი, 10%-იც არათო. კიდევ ერთი კითხვა. მე მგონი გავეცი, რა ვიცი, ამომწურავად. მაინც უტრიალებ იმ კითხვას რა, 6-მდე ესე თქვენ არ გქონდათ ინფორმაცია. თუმცა გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე სხვა რამეს ამბობს, რომ ერთი თვით ადრე გქონდა ინფორმაცია. ერთი თვით ადრე დაწყებული იყო ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა. ერთ თვით ადრე არა, 3 დღით ადრე გააკეთეს, ევაკუაციის მაპატიეთ. გრიგოლ ვაშაძის ციტირებას ვახდე. გრიგოლ ვაშაძე არ ვიცი როგორი ძახის, მაგრამ 3 დღით ადრე თვალხილული, გადაცემული და ქმედებაში მოყვანილი 3 დღით ადრე გაიყვანეს ცხინვალიდან მოსახლეობა. სადღაც ივლისის ბოლოა თუ არ ვცდები, როდესაც ჩრდილო კავკასიაშიც კონკრეტულად ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე ხდება სამხედრო სწავლება დიდი რუსული. კავკას 2008. და შემდეგ აღარ მიყავთ ნაწილები უკან რჩებიან იქ. ამის შესახებ ინფორმაციაც უნდა ინფორმაცია გქონდა, მაგრამ არაოფიციალური. ერთი ფურცელი არ არსებობს დაზვერვის, მანახონ ერთი დავსტამპული ფურცელი, რომელიც გენშტაბს გამოუგზავნეს და უთხრეს რომ ამას ყურადღება მიაქციეთ. ამიტომ, როდესაც პასუხისგებლობაზეა ლაპარაკი, მარტო იმაში რა ქვია, იმებზე ნუ გადავიტანთ ამას, რა. პირებმა, რომლებმაც, ან დაადასტურონ რომ ესე იყო, ან თქვან ისო არა გვაქვს ამის შესაძლებლობა, არ მე ვამბობ რაც არ მქონდა, არ მქონდა ამის შესაძლებლობა, ვერ ვაკეთებდი. არ მქონდა იმის შესაძლებლობა იმ დროს რომ სადღაც ასე თქვა მეტი მასე ჩავსულიყავი. არ მქონდა დაკომპლექტებული ისა რა ქვია რეზერვი. ვლაპარაკობ ამას, ხო? ეს ხალხი ამას არ ლაპარაკობს, ლაპარაკ ყველაფერი იყო და მოვიდა ეს კაცი დაანგრია. ესე არ იყო. არ შეიძლება ეს. მოდიშით ჩემზე არ არის აქ ლაპარაკი. არავის არ უთქვავს ეხლა მე არ ვიცი ვის გულისხმობ თქვენ რომ ის თქვენ რატო არ მოგცეს ჩვენ ინფორმაცია. ჩვენ აქ მაგის განსარჩელად არა ვართ ნამდვილად და არც თქვენ არავინ არ გეუბნებათ. პირიქით ჩვენ ვიცით რომ სწორედ ის დათხოვნილები თქვენ დროს მოხდა მისი აღდგენა, როცა იყავით თქვენ გაერთიანებულ შტაბის ხელმძღვანელი. თქვენი მონამორჩილი აქ ჩვენ რამდენჯერმე კი იმას მიმართულება რომ შენი საქმე აკეთე. სწორედ იმ ჯარისკაცებს, იმ მებრძოლებს და ოფიცრებს და ყველას უდასტურებ ჩვენ ყველას დიდ პატივისცემას, ვინც ამ ომში მიიღო მონაწილეობა, ვინც გმირულად შეწირა თავი, მათ ოჯახებს უხდით მადლობას, თვითოულ ჯარისკაცს უხდით მადლობას, რომლებიც დღესაც არიან, დღესაც მსახურობენ, ზოგი ვეღარ მსახურობს. რამდენიმეჯერ თქვა ქალბატონ მათიამ და მინდა რომ იგივე გავემეორო, აქ არ არის არ თქვენზე როგორც პიროვნულად გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი საუბარი რომ ან ეს რატო გაკეთდა ესე ჩვენ ვართ რეალობის წინაშე როგორ დავიწყეთ როგორ დავამთავრეთ აი ამის რეალობის წინაშე ვარ და ძალიან კარგი თუ აპოლიტიკური იყო მაშინ და სწორედ პოლიტიკოსები რო არ ჩარეულიყვნენ არც ის შედეგი ვექნებოდა რომელიც ბოლოს ჰქონდა არც ის იქნებოდა როცა ისე ბრძოლისველი იყო გაჩაღებული ჩვენი მებრძოლები იხოცებოდნენ და რუსთაველზე კონცერტი იყო ესეც არ იქნებოდა რო არ ყოფილიყო პოლიტიკური დატვირთვით ეს ყველაფერი. გესხმიან თავს, გესხმიან, მტერი ყავს, ოკუპაცია მიდის, რა გეზეიმება შედალოცილო შენ. აი ამის გარჩევა გვინდა ჩვენ და აქ მიჯნავთ. თორე არც თქვენ სტრატეგიას, არც იმ ტაქტიკას, საიდან უნდა შესულიყავით, როგორ უნდა შესულიყავით, ვინ უნდა გამოგეყვანათ, ამაში რა უფლებაა გვინმე ჩაერიოს. ეს იყო თქვენი გადასაწყვეტი. აპატიეთ უბრალოდ აი იმით რომ გავყვეთ არ გამოგჩეს რამე ხო მაგაში გეთანხმებით მე და ერთ რამეზე ამიტომ ვიძახი როდესაც არის შემოსული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გავს იმას რომ კონკრეტული სამხედრო პირი ცდილობს რომ თავისი რაღაცა წარუმატებლობა დამალოს და დააბრალოს ხვას ეს არის რომ მე მაწუხები მაგას ნუავყვებით ჩვენ რა არა მაგას ნუავყვებით ეყოფაც კაცო ნუავყვებით ჩვენ კონკრეტულად ვისაუბროთ იმ თემებზე რაც არის კომისიისთვის საინტერესო თორე ეგეთი რაც კი ინფორმაცია არსებობს ის ინფორმაცია რომ დასტურდებოდეს თქვენ ეს კარგად იცით
რაც ინფორმაცია შემოდის და რაც ცხოვრებაში ყოფილა, ეს რო დასტურდებოდეს, ამას ყველაფერს გადამოწმება უნდა, გადამუშავება უნდა და სწორედ უნდა მოტანა. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ამის თქმა მინდოდა მხოლოდ ბოდიში. კიდევ ერთი, თქვენ წეგან თქვით, რომ თუ სწორად მახსოვს 1995 წელს დაიწყო თქვენი მუშაობა როგორც სამხრეებიანი ადამიანი პოლიციაში. არა. უშროების სამსახურში. უშროები. მაგრამ 95 წელი. 95 და 2008-ში ხდებით უკვე გენერალ-მაიორი, ხო? 2008-ში ბრიგადის გენერალი. ბრიგადის გენერალი. ანუ 13 წელიწადში მიდიხართ გენერლამდე. კი ბატონო, მადლობა და ბოლო კითხვა და ამით ვამთავრებ. მე მგონი არაფერი არ არის გასაკვირი. არა, არაფერი. ისე დავაზუსტე. ნიშნულობა შეიძლება კონდეს დაგეგმვა რამდენად სწორად ხდება ხოლმე ომის 1992-93 წლებში, როდესაც აფხაზეთში ომი არის, თქვენ ხართ სტუდენტი, ხო? აფხაზეთში არ ყოფილ. არა. მადლობა. ბატონო ზაზა, აქ მოვისმინეთ. უბრალოდ გვაინტერესებს. აქაც ეს სამხედრო კომპონენტი არ გვეხება, ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკის ნაწილი რამდენად იყო ჩარეული ამ საქმეში, რომელიც ხელს უშლიდა სამხედროებს. რამდენიმე ინფორმაცია მოვისმინეთ, ადრეც იყო გამოქვეყნებული და აქაც თქვა კომისიაზე, რომ საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეში მოიყვანეს რაღაცა სპეციალური სატვირთო მანქანები, სადაც იყო დატვირთული დროშები, ხმის გამაძლიერებლები, ანუ მიტინგისთვის საჭირო ატრიბუტიკა. თქვენთვის ეს ცნობილია? მინახია მე ეს ადგილი. ანუ ეხლა ვუყურეთ რა ხდება, რატო ვამბობ მე ამას. ცხინვალში შესვლის სპონტანურობაზე პოლიტიკოსების მხრიდან და არა თქვენი მხრიდან, თქვენ შეიძლება სხვა ამოცანა გქონდათ, ყურადღების გადატანაც თქვით. მაგრამ პოლიტიკოსები ამას თურმე აღიქვავდნენ, რომ ცხინვალი უნდა აეღო და იქ მიტინგი ჩაეტარებინათ. არ ვიცი. მაგრამ ადგილი ნანახი მაქვს, რაზეც ლაპარაკობ. მოტანილი იყო ეს დროშები და ეს ადგილი ნანახი მაქვს, ეხა იმისთვის იყო მოტანილი თორე გეუნები. ადგილას გაქვთ ეს ნანახი. გორი არის ეს. და ამ დროს მიდის ომი და ეს იგი მიდის ომი, მაგრამ ეხლა ეს არა, ესეც მოსახლეობისთვის და იმისთვის, რომ რა განწყობა ქონდათ პოლიტიკოსებს, არა ის რა ამოცანებით სამხედროებს ქონდათ, არამედ იმათ რაღაც სხვა განწყობები ქონდათ. ეს ხო ფაქტია. აბა საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიტინგისთვის საჭირო ატრიბუტიკაც რომ მიიტან, ის საბრძოლო ამოცანის შესასრულებელი რო არ არის, ესეც ფაქტია. კარგია რომ ადასტურებთ, რომ ესეთი თვირთი საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნახეთ. თქვენ არაფერს შუაჩეხებთ, ეხლა თქვენ ამას ვერ გადაწყვეტით. მადლობთ. ბატონ ზაზა, მოგეთ ჯერ რაშიც გეთანხმებით იმას გეტყვით, რომ ნამდვილად ესეა, რომ პოლიტიკოსები იწყებენ ომს და პოლიტიკოსები ასრულებენ. ეს სხვათა შორის სწორი და სიმბოლური გამონათქვამი იყო ნამდვილად განსაკუთრებით ჩვენი კომისიის მხრიდან, იმიტომ რომ სწორედ ამ ნაწილს ვიძიებთ ჩვენ და ეს ნაწილია ჩვენი მანდატი, როგორც იტყვიან. მე მინდა ყურადღება გამომხვილო რასაკითხთან დაკავშირებით, ჩვენ აქ ყავდნენ ადამიანები, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ის, რომ ეს ეგრეთ წოდებული მოთმინების პოლიტიკა, იქ რაც მიდიოდა, თქვათ, ხო, ცხინვალის მიმდებარედ და ასე შემდგომ, ყოველთვის ამართლებდა და თქვენც თქვით ის 2006 წელი იყო, თუ 7 წელი იყო, როდესაც იყო ისეთი მომენტები, როდესაც იძაბებოდა სიტუაცია, თუმცა შემდგომ ძალისხმევით ნელ-ნელა განეიტრალდებოდა ხოლმე. ასევე ახსენეთ, რომ გარკვეულია, თქვათ, სროლებით და სხვადასხვა კონფლიქტები არსებობდა, მაგრამ ამასაც ასევე არაშიც ასევე გეთანხმებით, რომ მოთმინების პოლიტიკით პასუხობდით და 100%-იანია ეს. ნუ ბოდიში შეგაწყვეტი ეს. გეთანხმებით, რასაც ამბობთ, უბრალოდ მან ესეთი რამე უნდა ჩავუწოდო. ჩვენი ჩართვის დონემდე არ ჩამოდიოდა ეს, ანუ დავალება არ იყო, რომ ჩვენ გადაგვეწყვიტეთ. გასაგებია. ამ პროცესს უყურებდით და მე მეტი ჩემილია გიცათ ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად გადაბაზირება გამიკეთებია ხოლმე რაღაც სამხედრო ნაწილის, ხელველობა ქონდათ იმათ, თუ რაღაც მდგომარეობაში და ამას მოუტანია შედეგი, ყოფილა ესეთი რაღაცეები. მაგრამ არა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ევალებოდა, რომ ეს ჩააკრით.
მესმის გასაგებია და აი მოყვებით ნამდვილად რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ასევე თქვენ ახსენეთ მოვედით უკვე 2008 წლის 7 აგვისტომდე, როდესაც თქვენ თქვით რომ იყო ასევე შეკრება, ჯერ კეზერაშვილი ესწრებოდა, მერე თქვენ დარჩით სამხედროები. რა თქმა უნდა, ჩვენ ესე ვაკეთებთ. კი ბატონო, და 7-ში ხა სამხედროები ხართ, რა თქმა უნდა, ეჭვია რომ ესეპარება რომ თქვენ გაქვთ შესაბამისი ინფორმაციაც, ხედვაც, შეფასებაც და ასევე აღნიშნეთ რომ კი როგორც ადრე რაღაცეები შეიძლება იყო, თქვათ რაღაცა პატარა კერები, მაგრამ ასევე დაიშალეთ ისე რომ თქვით რომ აქაც იგივე მოთმინების პოლიტიკა უნდა იყოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არავის არ უნდა იზუბედურება სამწუხაროდ რაც მოხდა. ეს ხდება უკვე 7 აგვისტოს. და 7 აგვისტოს თქვენ ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, სამხედროება ვიმეორებ, თქვენ ხართ უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილია, ამავე დროს არის პოლიტიკოსი, ამას ხას უსვამ. ამავე დროს არის პოლიტიკოსი. იმის მერე პირველი სამხედრო პირი ბრძანდებით თქვენ. და ასევე მერე ყველა დანარჩენი თანამდებობის პირები და ამას ადასტურებს რომ 7-ში თქვენ ისე დაიშალეთ რომ ეს მოთმინების პოლიტიკა თქვით რომ არის სწორი და კიდევ ერთხელ ხას უსვამ რომ ეს ნამდვილად ესეა, მეც ვადასტურებ რომ სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა რამდენიმე საათში რეკავს პოლიტიკოსი თქვენთან უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ პოლიტიკოსი გახდა ის და მერე გახდა უმაღლესი მთავარსარდალი და მიუხედავად თქვენი სწორი გადაწყვეტილებისა, გეუბნებათ რომ გახსენით ცეცხლი, ანუ იმ კერებზე და თქვენ ამაზე გვიპასუხეთ, რომ რეაქცია რა იქნებოდა ეხა, თუმცა გირეკავს უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ პოლიტიკოსი, რომ ჩვენ უნდა მოგვეძებნაო ეს ცეცხლები, საიდანაც იყო, ეს ცეცხლის კერები და ეხა ცეცხლის კერები უნდა მოგეძებნა და მე უნდა ჩაგეკროთ. ხო, თქვენი აზრით, აი თქვენი სწორი გადაწყვეტილება რაც მიიღეთ, რამდენიმე საათში საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მართალია უმაღლესმა მთავარსარდალმა, მაგრამ განმეორდები პოლიტიკოსმა პირველ რიგში, რატომ მიიღო? ანუ სამხედროები, თქვენი გამოცდილება, დანარჩენი სამხედროები, როგორ შეიძლება ხა თქვენ არ ქონოდათ სამხედრო დაზვერვა მუშაობს, დანარჩენი სამხედროები ამდენი ადამიანია და შეხედა სიტუაციას, გაანალიზა, არა პოლიტიკოსები ბრძანდებოდით, მაგრამ მიიღეთ სწორი სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი რამდენიმე საათში თქვენ აზრს ვამბობ, ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ კი არა, მაგრამ პეტენზია, თქვენ აზრს ვამბობ, რომ გვაინტერესებს, რომ რატომ შეიძლება მიიღო უმაღლეს მთავარსარდალს ეს გადაწყვეტილება? სწრაფად ცვალებადი დინამიკა ამ დროს ამ კონფლიქტის ადგილზე და სრულიად შესაძლებელია რომ იმან მე რაც განვითარდა იქ ეს ყველაფერი გამოიწვია. ამიტომ აი ეს არ არის რომ როგორ ანუ თქვენ უშვებთ იმას რომ თქვენ რა ინფორმაციაც გქონდათ არ იყო სწორი? არა, არ იყო სწორი არა. მე მაქვს ინფორმაცია რასაც უყურებ და ინფორმაცია ნელ-ნელა მოდის და ილექება, ხო კიდე შემოდის, მას გადამოწმებას უკეთებენ და ასე შემდეგ. დანაყოფები პირველად ინფორმაციას არავის არ აგზავნიან. მათ აქვთ მაგალითად რომ აი რაღაც რამოდენიმე ტექნიკა თქვათ გამოძრა მაშინ რა ქვია. არა, ნახეთ ბატონ ზაზა, აქ მნიშვნელოვანი მომენტი ერთი ეს გავიაროთ რა. ტექნიკის გადაადგილებას კი არა საუბარი, საუბარია ცეცხლის კერების ჩაქრობაზე. ხო და სწრაფად იცვლება იქ სიტუაცია, დაწოლა მეტია, ანუ ინტენსივობა ცეცხლის მეტია. მივხვდით რაშია საქმე? ანუ თქვენ უშვებთ იმას, რომ ცეცხლი იყო ნამდვილად ისეთი, რომლის გამოც დარეკა უმაღლესმა მთავარსარდალმა და პირდაპირ გიბრძანათ, რომ ცეცხლი გაგეცნათ. ორი დაღუპული სამხედრო პირი მყავს რაც. რომელიც ვერ გამომყავს. ნახეთ ბატონ ზაზა, ეხლა ჩვენ მაშინ აქ რიგით ადამიანებს კითხვა გვიჩნდება ალბათ საზოგადოებასაც. თქვენ წინარე პერიოდი რაც მოყევით, მთელი თქვენი ბიოგრაფია, მთელი თქვენი პროცესები და ასე შემდგომ, აბსოლუტურად სწორად მოყევით და სწორად მიყავდათ ეს პროცესი. ეხლა თქვენ თუ უშვებთ იმას, რომ მთელ ამდენ სამხედრო ხელმძღვანელობას, მთელ ამდენ დაზვერვას, იქ მყოფ ადამიანებს, საიდანაც ინფორმაცია თქვენ მოგდით ჯერ და მერე მივიდო და უმაღლეს მთავარსარდალს, ანუ და ამას გარდა თუ თვლით და უშვებთ იმას, რომ იქ ცეცხლები იყო, ეს რატო არ აჩვენეთ ვინმეს ან საზოგადოებას, ან პარტნიორებს, ანუ ცეცხლის კერები თუ იქ იყო. რეალურად სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ არაც ხინვალეს ხარეს როგორც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ამიშელობა აქედან როგორ შეუტიეთ თქვენ. ეს ნახეთ ტელევიზორში. მაგრამ თუ ეს მართლა რეალურად იქიდან იყო,
რატო არ ვაჩვენეთ საზოგადოებას ელემენტარულად გაეროს უშიშროების საბჭოს რატო არ მიმართა უმაღლესმა მთავარსარდალმა რატო პარტნიორებს არ გავაგებინეთ და რატო არ ავტეხეთ ერთი ამბავი რომ ჩვენ კი არ ვიწყებთ მეგობრებო ამას არამედ აგერ ცეცხლის კერებია აქ და ამის საპასუხოდ ვაკეთებთ ამ უზრუნველყოფას თუ ეს ასე იყო ჩემი მიმართულებით არ არის კითხვა რა ვიცი არა ბატონზაძე ნახეთ მე წერილი არ უნდა გამეგზავნა არსად არა წერილი მას უნდა გაეგზავნა უბრალოდ თქვენთან კითხვა გქონდა მაგრამ დაძაბულობა ამ დონის რო იყო ქალბატონთიას უკვე მოეხსენება იმიტომ რომ ბევრი დეტალი იცის ფაგასთან მიმართებაში და ეს დეტალი შეგვიძლია იქნა გავიგე მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე აქ ჩვენ საუბრობთ ზუსტად იმაზე რის გამოც მათ შორის ქალბატონთია და მთელი იუსტიცია და კიდე სხვა ძალოვნები წლების განმავლობაში იქ იბრძოდნენ იმის გულისთვის რომ ეს სიმართლე დადგენილიყო და ის მტკიცებულებები ამას ვამბობ მე რომ რაც ბევრი ექნებოდათ უფრო მალე მორჩებოდნენ და აი ნახეთ რას ვამბობ მე მეგონა რომ თქვენი უფრო სხვა პასუხს ველოდებოდი რომ თქვენი ინფორმაცია კი იყო სწორი მაგრამ ეხა მთავარსარდალმა მიბძანა და ნუ გასაგებია ეს რომ მიბძანა და შესაბამისად გავაკეთე და თუ თქვენ მაშინ კითხვა მაქვს თქვენ ხო თქვით რომ დაგვედგინა უნდა ცეცხლის კერები და მე დაადგინეთ ცეცხლის კერები და სად იყო ეს ცეცხლის კერები ეს არის მარცხენა ფლანგი ავნევინულის ასე თქვა სადმე არის რამე დოკუმენტი არის უკვე ეს დოკუმენტები ჰაგაში დევს და ეხლა კითხეთ ქალბატონთიას და გეცადეთ ხა მე როგორ უნდა გითხრათ ჩემს მე უკვე იცით ჰაგის სასამართლოში ეგ მტკიცებულებები უკვე დევს როგორც ფოტო ისე აი მითი რა ქვია იმას თავისი კოორდინატებით და ყველაფრით ამაში დიდი შრომა გაძეს მე შემიძლია თქვა გოჩა ლორდგიფანიძე ბექა ძამაშვილი რა ვიცი საათობით კვირაობით, წლობით მუშაობდით ერთად, ამასთან დაკავშირებით. ანუ მე გულისხმობდი ბატონზე საცეცხლე წერტილებს, იქ სადაც თქვენ აღმოგეჩინათ და შემდგომ ეს ჩაგიფროთ. და პასუხი იმაზე რომ თქვათ რატო არ მოახდინა მთავარსარდალმა იგივე პოლიტიკოსმა გაგზავნა უშიშროების საბჭოში, გასაგებია თქვენი მოვალეობა თქვენ კი არ იყო, უბრალოდ თქვენი პოზიცია მაინტერესებდა ამასთან დაკავშირებით და ერთი საკითხი კიდე. კი ბატონო თქვენ აბსოლუტურად სწორს ამბობთ რომ 2006-8 წელსიო იქ რაც იყო აპოლიტიკური იყო ეს ასე ვთქვათ თავდაცვის მინისტრო და გასაგებია გეთანხმებით მაგრამ 2003-დან 2006 წლამდე სწორედ ის პოლიტიკური პარტია იყო ხელისუფლებაში რასაც თქვენ მოიხსენიებთ და აბსოლუტურად სწორად რომ ხარვეზიანად იყო თავდაცვაში დაანგრეული იყო იქ ყველაფერიო ბატალიონში მოვიდა ჟვანიაო თქვენ რომ დაენიშნეთ იყო უკვე 2007 წელი ხო ესეა არა 6 წლის ბოლო 2005 მე როცა 6 წელში არ დაინიშნეთ 6 წელს დაინიშნე გენშტაბში 2005-ში კი ბატონო როცა დანაყოფის მეთაური 2006-ში რო დაინიშნეთ გენშტაბში რომ მიხედით კიდე პრობლემები დახვდათ იქ ხო კი ბატონო ეს 3 წელი სწორედ ის პოლიტიკური პარტია იყო ხელისუფლებაში ბატონ ზაზა რომლის წევრიც თქვენ ამდენიმე ხნის განმავლობაში იყავით ეს ისე უბრალოდ საზოგადოებისთვის რა ანუ საყვედური აქ ჩვენს მხრიდან კი არ არის იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან მათ შორის თავდაცვის არსებულ სიტუაციაზე კითხვა ვერ გავიგე არა კითხვა ის შეიარაღებული ძალები რაც ახლა საქართველოს ყავს ზუსტად იმ დროს არის ბატონ ზაზა რომ ჩვენ კარგით თქვით მაშინ კაცო რა ლაპარაკი რა მელაპარაკებით როგორც პოლიტიკოს მაშინ თქვით რომ კარგით რასაც აკეთებდით სწორად იმას ხო ვამბობ მე ჩემზე არ არის მარტო ლაპარაკი კაცო აბარაზია ჩემამდეც აკეთა იქ ვიღაცამ რაღაცა თქვენამდე თუ აკეთა თქვენ რატო აკრიტიკებთ აბა სისტემას არ გეკამათებით მე არ გეკამათებით მე ფაქტის კონსტატაციას ვამბობ სულ რაღაცა 5-10 წუთის წინ თქვით თქვენ რომ რა დღეში იყო ისო ერთი განახათო და მე უბრალოდ ეს ფაქტი მოვიყვანე ის ხელისუფლება იყო პოლიტიკური პარტია მაგას ვამბობ რომ აკრიტიკებთ იმას სწორად აკრიტიკებთ ხო არ ვამბობ არასწორად აკრიტიკებთ მეთქი და ის დონეც რაც შეერაგებულ ძალებშია მაშინ მიიღწა ასე გვინდა თუ არ გვინდა ესეა რა ვქნათ ფაქტი ესეა მადლობა არაფრის ბატონ ზაზა მე ის რომ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მარტო ჩვენ არა და ყველას ერთად გვაწუხებს ეს დეტალები ჩვენი ქვეყნის პრობლემებზეა და ჩვენი ქვეყნის იმ გამოწვევებზე, რასაც დღეს ვარჩევთ და ეს საზოგადოებასაც ძალიან აინტერესებს. 23 საათსა და 45 წუთზე, როდესაც დაგიკავშირდათ სააკაშვილი და გითხრათ, რომ ისინი ჩააქრეთო. და თქვენ იცოდით ის რეალობა ჯარის, რაც
აგვიხწერეთ ის პრობლემები, მშენებლობის პერიოდი და არ იყო ჯარი, როგორც ხვდებით, იმ ჯარი ბოლოში არასდროს არ იქნება. ხო, იმ დონეზე მზად რომ მსგავს გამოწვევები შეიძლება გამკლავებოდა, ხო? კონდათ თუ არა თქვენ ან უთხარით თუ არა ან ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსში რომ ამ ცეცხლის საპასუხოდ ჩასაქრობად ცეცხლის გახსნას შეიძლებოდა მოყოლოდა ესკალაცია მდგომარეობის. ხო, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი იყო. ჩვეულებრივი მომენტი. ხო. და თუ ესკალაცია წავიდოდა სიტუაციის რაც რეალურად მოხდა არ იყო დაგეგმილი მოსახლეობის გაფრთხილება და მათი ევაკუაცია. ამის შესახებ თუ მიაწოდეთ ინფორმაცია უმაღლეს მთავარსარდალს. წინასწარი ზომები აი როგორც აი თავდაცვის ოპერაციისთვის მიღებული არის. კი, მაგრამ თქვენ ანალიზს ხო უკეთებდით რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ცეცხლის საპასუხო ცეცხლის გახსნას. ხო, შეიძლება ანუ წარმოიდგინო ეს. უბრალოდ საფრთხის მესმის. ხო, თუ აუხსენით მას ეს საშიშროება. მაქსიმალური რისკი უნდა დასვა, გასაგებია, რაზეც აქვს საუბარი, სამხედრო საქმეში ესეა მაქსიმალური რისკი და შემდეგ მე იქიდან უნდა წამოხვიდე. ქონიათ თუ არა ამაზე საუბარი, ან გაუშვით თუ არა ამას ხაზი, რომ არის რისკი? სხვა დროსაც ქონია ამაზე საუბარი. არა, იმ მომენტში ხა ღამის 12 საათს რომ 15 აკლია, მაგრამ ამ რისკების შესახებ საუბარი ქონია ხოლმე. და მისი რეაქცია რა იყო, რომ მიუხედავად ამისა არ იყო ესეთი ზერელი რეაქცია, რომ ეხლა არ მაინტერესებს რა მოხდება, ეგეთი რამე არ. მაგრამ ეს არის. მაგრამ თქვენ გააფრთხილეთ ასეთ საშიშროებას. ეწვის ხიდია, რაზეც ბევრჯერ გაგვივლია მაქამდე და ვერ გავიარეთ. ეგრე გამოვიდა. გასაგები. იმის თქვენ აღნიშნეთ, რომ საშუალო გოლს ვავალებდიო, ამ შემთხვევაში მერაბიშვილი იყო რაღაცა საშუალედო ბრძანება, საშუალო გოლი, საშუალედო ბრძანება, რომ საშუალედო ბრძანება შეიძლება არასწორად თქვი. მან დანაყოფები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა მინისტრია, ის მოადგილეა და კურატორია გარკვეული დანაყოფების და მასთან აი ნებისმიერი მათი უზრუნველყოფა ოპერაციაში. ხო, რაც შეიძლება ისეთი იყოს, რომელიც აი მთელი ამ იმაში ჩამოხსნა შენ დანარჩენ დანაყოფს, ამაზე დარდი ფიქრი, ეს ყველაფერი ამისთვის უკეთეს რამეს ვერ ნახავ, რომ გამოიყენო ადამიანი, ვისაც ესენი მშვიდობიან პერიოდში ექვემდებარებიან რა. გარდა მერაბიშვილისა იყვნენ სხვები ესეთი საშუალო და ავალებდით თუ არა სხვაებს ზგავს დახმარებას. აბა მე შემიძლია გითხრათ, უყურეთ, აი წარმოიდგინეთ რომ კიდე იქ მიუბრუნდები, კარგი კითხვაა და საზოგადოებას ამაზე აინტერესებს. რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ. აი, როდესაც ადამიანებზე ვიზეთ საუბრობთ, ყველა მათგანი არის უშიშროების საბჭოს წევრი. ეს არის კონსტიტუციური მოწყობა საქართველოში, შეიძლება გაგიკვირდეთ, მან გეცოდინებათ ახლა ამას გადაამოწმებდით, როდესაც გაერთიანებული შტაბის უფროსი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი. ნებისმიერი მე და ჩემთან კომუნიკაციაში მყოფი ადამიანი, რომელიც მე პოლიტიკურ ხედვებს მომაწვდის ბრძოლაში, მე ის ადამიანი ყოველთვის მინდა რომ გვერდით მყავდეს. ვინც ამ საკითხებს გადამიწყვიდავს, რაღაცას მომიგვარებს, მეტყვის რომ გარეთ სიტუაცია როგორ არის, პარტნიორები რასაკეთებენ და ამის ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მე მჭირდება, როდის უნდა გავჩერდე, როდის რა მიზანს უნდა მივახციო, რა უნდა გავაკეთო, რა არის ჩვენი მიზანი. ხო, აი პირდაპირ გეტყვით, 5 დღეში შეწყდა ომი, ხო? საქართველოს შეიარაღებული ძალები ამას გააგრძელებდა, არ ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ დღეს შეიარაღებული ძალები არ იქნებოდა. ამაში მერწმუნეთ. გააგრძელებდა, იმიტომ რომ არავის არ უნდა წაგებული ომიდან წასვლა. ყველა მეომარს უნდა რომ თავაწეული დაბრუნდეს სახლში. ხო? ამიტომ ის რომ მათ გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეს, რომ აი ეს ომი სადღაც უნდა გავაჩეროთ, იქ ცეცხლი შეწყვეტათ, ეს დანარჩენი მათ კისერზეა და მე ესეთი კომუნიკაციის საშუალებები მჭირდება და მაქვს მათთან. ჩემთვის ეს ადამიანი პირველ რიგში არის შინაგანსად თავდაცვის მინისტრი. ხო? თავდაცვის მინისტრია, რომელიც შემიძლია თქვა, რომ 24 საათი მე გვერდიდან არ მომცილები.
ეს სწორია სტრატეგიულად, ეხლა ვიღაცა იტყვის, ზუსტად ეს ვიკითხე, თბილისში უნდა დაიყავით ჩვენ აქ და აქედან რაღაცას სასწაული. მის გარდა, კი, სხვები თუ იყვნენ და ვინ იყვნენ ეს სხვები მის გარდა, ვინც მსგავს რაღაცას გვერდში არ მოგშორებიან, გირჩევდნენ. ესეთი ბევრი იყო თუ ცოტა რა, აი. ძირითადად ესენი იყვნენ, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი შეგვიძლია თქვა, რომ აი არ მუშაობია გვერდით. აი შემიძლია თქვა რომ ამ წუთში აქ იყო, იმ წუთში იქ იყო, იმ წუთში კიდე ვინ იყო? ხო? ხშირად მინახია ივანე მერაბიშვილი, მინახია ადეიშვილი, აი მთელი უშუალო საბჭოს თითქმის აი ძირითადი 40-50% ხშირად მინახია. ვისაც ესეც შეიძლება დაერეკა ვიღაც შტაბის უფროსისთვის და არა, მე ვიძახი აი შტაბის უფროსს რო დაურეკას და რაღაცა ბრძანება გააცნო რომ ან დაბრუნდი თუგან ან რაღაც თუ ჩემგან არ ეკნებოდა მას ამაზე ასე თქვა რა თქმა უნდა უთქვენოთ აი ამ ადგილში ჩაერიე გამორიცხულია და აქ მეორეს აი უბრალოდ რბილ რაღაცას დავსვაგურეთ ომია ყველა მიცის რომ სამხედროებიანი ანუ სამხედროები არიან ნომერ პირველი ადამიანები ქვეყანაში და ეს იცით სამხედროებისთვის ასნიშნავს უყურეთ წარმოგიდგენიათ ახლა სიტუაციას გეტყვით როდესაც გეგმა კეთდება და იქ რო თქვეს რომ აი ზაზამ გეგმა გააკეთა და გაგვაცნო ხო იმ საველე იმაში და იმ საველე იმაში მითო გავაკეთე ეს რომ იმ პირველი პასუხის მერე ყველაფერი შეიცვალა იქ ის რაც კარგად დახატული მქონდა სადღაც თავდაცვის გეგმა ისიც გადასაგდები გახდა და ეს არავისთან არ არის ამაზე საერთოდ საუბარი რომ ეს ჩვეულებრივი რეალობა ომის დროს ხო იქ რო ქაოსი დაიწყება იმ დროს და ვაიმე და რაღაცას ვერ აღმოაჩენ ესეც სწორი მაგრამ აი ამ მომენტში რას საუბრობდით შეხედე ამ მომენტშია ზუსტად რომ ეს ადამიანები ჭირდება შენ გამტარები აი კითხვაც იყო უსმენდი მე ამას იმ მონაკვეთს რომ ისა თუ ქონდათ საერთო წვრთნები ხო არც ამ დონეზე იყო ჯერ მისული ის რომ აი უწყებათა შორისი რაღაცა წვრთნები ჩატარებული იყო ეს იმასა ანუ არ არის რაღაცას დის ტემპში მიდის სადღაც მიდის რაღაცა ვითარდება რაღაცა წინ უსწრებს რომელიღაც დანაყოფი კარგად არის ამიტომ მაგრამ თუ აქ და როდესაც ვაკეთებ გეგმას იქ არის დაქვემდებარების ჯაჭვი ეს არის აუცილებელი ზაზა გოგავა თქვათ შმაგით ელია თქვათ ოსეფ აიშვილი ავით ნაირაშვილი ეს არ არის ოფიციალური არა ეს არის ოფიციალური ეს არის იერარქია რომ ზაზა გოგავას რომ არ მოგცემს ბრძანებას ესე იგი ზაზა გოგავა არ არსებობს დაიღუპა სადღაც ბუნკერში ან ბრძოლის ველზე და მის მერე ჩამოსული ბრძანება პირი კომპეტენტური პირია რომ ბრძანება მოგცეს ან გადმოგცეს მაგრამ ამაში არ შედის პოლიტიკური არა ამაში უყურეთ რა შედის შეხედეთ ესენი პოლიტიკური პირები არიან, მაგრამ შენ უწყებრივად გექვემდებარებიან. პირდაპირ შენ ბრძანებლობაში გადმოსული ადამიანები არიან. მიხვდით? და აქ შეგიძლია გამტარი იყოს ინფორმაციის, რომ მან ეს უკეთესად მოაგვაროს, თორე დავალება თუ წანაშვილი იმას იტყვის და ვიღაცა იმას იტყვის, რომ აი ამან დაუსვა დავალება, ну არ ვიცი, ხელს ავწევ და ვიტყვი, რომ ну არაფერი არ მოხდა რამქვე. და პლუს ამას. და თუ შენ სამხედრო პირი ხარ და გამოგეცხადა ვიღაცა მუნიციპალიტეტის გამგებელი. რა ვიცი, იქ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და გეუბნება, რომ აი ესე უნდა შეასრულო. შენ შეასრულე, სამხედრო ტრიბუნალზე ხარ, წასაყვანი იმ წუთში. ას ქვია შეასრულე. ას ქვია წესდებით აგაკ, ეს ყველაფერი შენზე დგას, ეს ყველაფერი და შენ ვიღაცა გამლელს უთხარი, რომ მე ამას ვაკეთებ და მე მოდიხარ სადმე და ამით თავს იმართლებ, ეს სიცხვილია. ასაგები. კიდე ერთი რაღაცას მინდა შევეხო. თქვენ თვით რომ აი ცხინვალზე დაწოლა, ცხინვალის შემოგარენზე დაწოლა, იმიტომ გავაკეთეთ რომ ევაკუაციის გეგმა განხორციელებულიყო. ეს თუ იცოდა ეს ამბავი სხვა ბრიგადებმა, შტაბებმა რომ ეს გეგმა მიმდინარეობდა, რომ იმათაც მათ თავის ინფორმაცია ქონოდათ. მათ თავის განსაზღვრული ამოცანა აქვს, თავის რაიონში არიან და თავის კონკრეტული ამოცანა. ამ დროს სტრატეგიული ამოცანის განდობა არ არის საჭირო. არაფერში არ არის. ხო, მაგრამ ხო შეიძლებოდა იმათ რაღაც შეცდომით, სხვანაირად ეფიქრათ რაღაც. სხვანაირად ეფიქრათ არა, უყურეთ, თავარია ინფორმაციის არ ქონის გამო. ზედმეტი ინფორმაცია ხშირად პრობლემაა. გეთანხმებით შეიძლება იყოს. ინფორმირება უარესია, მაგრამ ზედმეტი ინფორმაცია რომ იქ რაღაცა, აი
კი, მაგრამ ეს დიდი პატივისცემით იმ 20 მოსახლეობის სიცოცხლეს ეხებოდა და ევაკუაციის. დიდი პატივისცემით იმ 20 თაურს, ვინც იქ იყო, დიდი პატივისცემით, მაგრამ ის რომ ეხლა თუ უყურებს ამ ეთერს, ხო? უნდა თავის თავს კითხვა დაუსვას. ის რაც მან კონკრეტულად, ტაქტიკურად რაღაცა თქვა რომ ესე არ არის, ხო, ნუ ეს არაფერში არ წერია ეს რა. არაფერში არ წერია. ეს აქ აშვაში ამიტომ კი ბატონო კარგით. და ომის შედეგების თქვენი აი ანალიზი რა იყო ბოლოს თუ გქონიათ დამჯდარ ხართან თქვენიანებთან მე აქ განვაცხადე და ეხლაც ვაცხადე. ეს დოკუმენტი დევს თავდაც სამინისტროს ეს აქ. ჩემი გაკეთებული დებრიფინგი. ყველა მეთაურთან. ეს დევს შეადარონ შემდეგ გაკეთებული. მეებს და ნახონ რომელი უფრო კრიტიკულია, რომელი უფრო რეალურია. მეც არ ვიტყვი. ყველა მეთაური იყო თუ ზოგიერთი? ყველა იყო. თითქმის ყველა. ის თითქმისში არ შედის რატომ? თითქმისში ვინც არ შედის? 99% შემილია რომ ყველა მეთაური. და ვინც არ იყო მიზეზი ხო არ მოგიკითხავთ რატომ? შეიძლება ერთი ადამიანი ყოფილიყო რომ სადაც ეს არის პერიოდი როცა კიდე თბილისის გარშემო რაღაც გამაგრებებია, ისინი გადიან გამოდიან. გაგვიგია ეგ. 99% ამას ესწრებოდა და ნუ მე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ის დებრიფინგი, რითაც მე ჩემი ღირსება დავიცვა და რითაც აი, როდესაც მივალ იმ ბიჭებთან, რომლებიც მუხადვერში და სხვადასხვა ადგილებში არიან, რომ იმათთან შეხვედრის საშუალება მქონდეს. ერთ კითხვას ბატონი ლია დაასრულებს, შემდეგ ბატონი თენგიზი და ბატონი სოზარი დაიბრუნებს მიკროფონს. აბა გთხოვთ. ვინ გასცა განკარგულება უკან დახევა